კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო პატარები. დღეს როგორც ჩანს ჩვენი ონლაინ შეხვედრა ესე ვერ მოხდება, თქვენ უკვე იცით მიზეზი რატომაც და ამიტომ აღარ ვიტყვი. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ არასოდეს ესე იგი არ გადავდებ ხოლმე ბავშვებთან შეხვედრას. ყველანაირად ვცდილობ, რომ ყველა საქმე გადავდო და ბავშვებთან შეხვედრაზე უარი არ ავდო. მაგრამ ზიარება ისეთი რამეა, როდესაც ავადყოფს ეხება და ავადყოფის ზიარებას ეხება, რომ იმის გადადების უფლება მღვდელს არ აქვს. ამიტომაც ესე მოხდა დღევანდელ დღეს, მაგრამ თლათ ესე დანაკლისი რო არ გქონდეს, მეორეოდე სიტყვით მოგიყვებით იმის შესახებ, რაზე საუბარსაც თქვენთან ერთად ვაპირებდი დღეს. მოკლედ, ხვალ არის კვირა დღე და თან იმიტომაც გიყვებით, რომ ყოველად არ დამელოდოთ და წინასწარ იცოდეთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ვერ მოხდება, იმიტომ რომ იმ ხელასაცობები იყო ჯერ საავადმყოფოში არ მივსულა. მერე კიდე რა სიტუაცია დაგვხდება კაცმა არ იცის. ხვალ არის კვირა დღე და ყოველ კვირა დღეს მორწმუნე ადამიანი ტაძარში უნდა იყოს. და როგორც ყოველთვის ხვალინდელ სახარებას შევეხები ჩემო პატარა კუდრაჭებო და მაგარო ვაჟკაცებო. ხვალინდელ სახარებაში არის აღწერილი ასეთი რაღაც. მეფემ თავისი ძისთვის დიდებული ნადიმი გაამზადა, ქორწილი, აი წარმოიდგინეთ ქორწილი. ყველა დაპატიჟა მეფემ. მეფეში ღმერთი იგულისხმება და ამ ძის ქორწილში იგულისხმება ყველა ის ღვაწლი და განგებულება, რაც ქრისტემ ჩვენი გულისთვის მოიმოქმედა, რომ ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ჩვენს გადასარჩენად. დაპატიჟა ხალხი, მაგრამ ყველა არ მივიდა. ზოგმა მოიმიზეზა აგარაკი ვიყიდე და იმის დასათვალიერებლად მივდივარო. ზოგმა მოიმიზეზა 5 უღელი ხარი ვიყიდეო და იმის გამოსაცდელად მივდივარო. ზოგმა უთხრა ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ მოვდივარო. ბატონო, ძალით უფალი არავის არ მიიყვანდა. შემდეგ უთხრა წადით გზაჯვარედინებზე, მოედნებზე. ხეიბარი იქნება, კოჭლი იქნება თუ ჯამთელი იქნება. ყველა უნდა შეეკრივათ და მიეყვანათ მეფის ქორწილში, მეფის ნადიმზე. და ისინი, ვინც რაღაცეები მოიმიზეზა და ამის გამო ვერ მიდიოდნენ, მოიმიზეზეს უпростоრად, თორე ადამიანი თუ ეძებს საშუალებას აუცილებლად იპოვის. თუ ადამიანი მიზეზებს ეძებს, რომ რაღაცა არ გააკეთოს, ეშმაკი იმ მიზეზებსაც გამოუჩენს. ასე რომ იქიდან ვერც ერთი ვერ იგემებდა სასუფეველის გემოს. ეს სასუფეველშია ყველა ადამიანი მოწოდებული. აი მაგალითად ზარების რეკვა რო გვესმის, წუხრის და ცისკრის ლოცვა იწყება თუ წირვა იწყება, ტაძარში ყოველთვის ზარები ირეკება. ეს ზარი არის იგივე უფლის მოწოდება, უფალი ყველას მოგიხმობს, მოდით. დილით აი ბალიზე რო თავი კიდეს და ზარის ხმა რომ გესმის, ეგ ნიშნავს, რომ უფალი გეუბნება. ადე ჩაიცი და მოდი ჩემთან გადასარჩენად, რომ შენი სული გადარჩეს. და შემდეგ შევიდა ამ საქორწილო ნადიმზე და ნახა ერთი ადამიანი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ემოსა. ესე იგი, ესეთი ტრადიცია არსებობდა, რომ ქორწილში რომ მიდიოდა სპეციალურად საქორწილო სამოსელი უნდა სმოდა ადამიანს და ერთ-ერთ ადამიანს არ ეწვა საქორწილო სამოსი, რაც იგავურად განასახიერებს იმას, რომ ადამიანს სათნოებები უნდა ჰქონდეს. სათნოება რა არის? აი მაგალითად თავდაბალი უნდა იყოს ადამიანი, მოწყალე უნდა იყოს, ადამიანი უნდა მიმტევებელი იყოს, შრომის მოყარე იყოს და ასე შემდეგ, სულიერი სათნოებები. ისე რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის, რომ ადამიანმა სათნოებები უნდა მოიხვეჭოს, ცოდვები უნდა განიშოროს, სათნოებები უნდა მოიხვეჭოს. და ამ ადამიანს საქორწილო სამოსელი არ ეცა. და ეკითხება მეფე, შენ როგორ შემოხვედი აქ, რადგან საქორწილო სამოსელი არ გაცვიაო და ეს კაცი დუმდა, ვერაფერს ვერ ამბობდა. დუმდა იმის გამო, რომ ღმერთმა ყველაფერი გაუკეთა ადამიანს და
ადამიანმა იზარმაცა. ესე იგი ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს საიმისოთ, რომ სული გადავირჩინოთ, სულიერი სათნოებები შევიძინოთ, შევიმოსოთ. მაგრამ ადამიანი თუ ამას არ გააკეთებს, მარტო იმით თუ დაიმედდება, რომ ტაძარში მიდის და აღსარებას ამბობს და ეზიარება, ეგ არ იქნება მხოლოდ საკმარისი. ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ მე სულიერად რა მდგომარეობაში ვარ. თუ შევიძინე რაღაც ამ წლების განმავლობაში, რომ ეკლესიურად ცხოვრობ, თუ ისევ ერთ ადგილზე ვდგევარ და როგორი ძუნწიც ვიყავი, თუ ისევ ისეთი ძუნწი ვარ, როგორი ამპარტავანიც ვიყავი, ისეთი ამპარტავანი დაამაყივა, როგორც მშურდა, ისევ მშურს და ასე შემდეგ. აი სხვათა შორის მე მინდოდა რომ ახალ წელიწადთან დაკავშირებითაც მეთქვა თქვენთვის. რა ვუყოთ, დღეს ესეთი ფორმატია შეხვედრისა და ესე ვილაპარაკოთ. ახალი წელიწადი მოდის. ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა ასეთ რამეს ამბობს. აი წარმოიდგინეთ, რომ წინ არის მინდორი თოვლით დაფარული, სადაც ერთი ნაფეხურიც კი არ არის. არც ერთი ნაფეხური არ არის. ჯერ გასავლელი, ანუ 2025 წელი არის ეგ, მაგას ნიშნავს. უკან 2024 წელია, იქ ბევრი ნაფეხურებია, ჩვენი ნაფეხურებიც არის მათ შორის, ჩვენ ისე მოვედით 2024-25 წლის მიჯნაზე. აი ახლა ჩვენ მიჯნაზე ვდგავართ, უკან 2024 წელია, მრავალი ნაფეხურებით. წინ 2025 წელი, არც ერთი ნაფეხურით. ახლა ჩვენ რაზე უნდა დავფიქრდეთ, იცი? უნდა გადავხედოთ გავლილ 2024 წელს, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დავაკვირდეთ და თუ რამე იქ კარგი იყო, სწორად დადგმული, მადლობა უნდა უთხრათ ამისთვის ღმერთს. და თუ რამე ისეთი იყო, რომ არ მოგეწონება ჩვენ თვითონვე, იმის გამო სინანული გმართებს, იმის გამო შენდობა უნდა უთხრათ ღმერთს. ასევე ის ძველი გავლილი ნაფეხურები არასწორად დადგმული თუნდაც ჩვენ გვასწავლის მომავალში როგორ გავიაროთ, ისე რომ სწორი ნაბიჯები იქნას გადადგმული ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. ასევე ახალ წელთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აი 2 იანვარი ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის ბედობის დღე. ანუ ადამიანი როგორც გაატარებს ამ ერთ დღეს, ისე დაებედება. მე მინდა გითხრათ ჩემო პატარა მეგობრებო, რომ არანაირი ბედობა და ბედის წერა არ არსებობს. ანუ წინასწარ არაფერი არ აქვს ადამიანს განსაზღვრული. ყველა თავისი არჩევანის მიხედვით იქნება ან კარგად და ან ცუდად. თუ მაგალითად, აი მოდი ფეხბურთიდან მოგიყვართ ერთ მაგალითს. ახლა წარმოიდგინეთ, რონალდომ და მესიმ რამდენი იშრომეს. და ახლა თუ ბედის წერა არსებობს, მაშინ ტაშს რაზე უკრავთ? რომ არ ეშრომათ, მაინც ეგეთი მაგარი ფეხბურთელები თუ დადგებოდნენ, მაშინ ტაშს რაზე უკრავთ? ან მაგალითად ვინმე თუ ცუდად იქცევა, რატომ უნდა დავსაჯოთ ის? თუ ბედის წერაა და უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა და ესე უნდა გაეკეთებინა. ისე რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს, ჩემო ძვირფასებო. ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ადამიანი ამა თუ იმ არჩევანის წინაშე დგება. აი მაგალითად ქუჩაში გაიარე, გაჭირებული შეხვდა. შენ არჩევანის წინაშე დგეხარ. ქრისტეს დაეხმარო თუ არ დაეხმარო. მაგალითად ვიღაცამ გაწყენინა, შენ არჩევანის წინაშე დგეხარ, აპატიო თუ შური იწიო. მაგალითად მეგობარი გეუბნება, რომ დახმარება ჭირდება. შენ დაღლილი და უძილო ხარ. შენ არჩევანის წინაშე დგეხარ. დაისვენო თუ მას დაეხმარო. მაგრამ თუ მეგობარია, იქ რაღაც უნდა ბევრი არჩევნებია რა, იქ უნდა ადგე და დაეხმარო. ვინც არ უნდა იყოს. თუ შეგიძლია რომ გააკეთო, უნდა გააკეთო. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ვერ გააკეთე, მაშინ რა უნდა? იქ სინანულია საჭირო. ღმერთი მოწყალეა და სინანულის შესაძლებლობაც მოგწვა თითოეულ ჩვენთანაც. ისე რომ არ არსებობს არანაირი ბედის წერა. და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. გაიგონებთ რომ ამბობენ დღეს წელს ამის წელია, იმის წელია. არავითარი არაფრის წელი არ არსებობს შემოპატარებული. ყველა წელი არის ღვთისგან ჩვენი სულის გადასარჩენად მოცემული. ჩვენ 60-დან განდევნილთა ადგილზე ვართ. დედამიწა არის 60-დან განდევნილთა ადგილი.
ჩვენ აქ 60-დღეს ვერ მოვიწყობთ. არამედ თითოეული წელი თუ დღე ეს არის ჩვენთვის მოცემული იმისათვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს თავისი გადმოსახლების ადგილზე, ანუ თავის სამშობლოში, ანუ სასუფეველში. ეს არის ყველაზე მთავარი. ეგ რაღაცა გველის წელი და ვეშაპის წელი თუ მამლის წელი და ასე შემდეგ, ეგ არც ქართულია ბავშვებო. არც ჩვენი ეროვნული არ არის, ანუ ქართული არ არის ამაში არაფერი. არც ჩვენი რწმენისა არ არის, არც მართლმადიდებლური არ არის. აბა რაში გჭირდება მაშინ? თუ არც ქართულია და არც მართლმადიდებლური, ჩვენ ქართველებს და მართლმადიდებლებს რაში გჭირდება? რატო უნდა შევიტანოთ ამა თუ იმ გამოსახულების მეშვეობით რაღაცა კერპების სახში? ეშმაკები რატო უნდა შევიყვანოთ სახში? ჩვენ მაგიების იმედი კი არა გვაქვს, ჩვენ ღმერთის იმედი გვაქვს. სერვაი თუ ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღმერთი არ დატოვებს. მაგრამ თუ ჩვენ ღმერთს ვეუბნებით ამ გამოსახულებების სახში შეტანით, რომ უფალო, ჩვენ გველის იმედი გვაქვს. სხვადასხვის არ დაგავიწყეთ გველმა აწდონა ადამი და ევა და იმიტომაც ავართ გამოდევნილი 60-დღიდან. ჩვენ თუ ეტყვით, უფალო, ჩვენ გველის იმედი გვაქვს, ხან გოჭის იმედი გვაქვს, ხან ცხრის იმედი გვაქვს და ხან ესე იგი გველეშაპის თუ მამლის თუ არ ვიცი კიდე რეებია. მაშინ რა გამოდის? ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, უფალო, ჩვენ შენი იმედი კი არ გვაქვს, აი ამ რაღაცა ნივთების იმედი გვაქვს, ამ ცხოველების იმედი გვაქვს. და მაშინ ღმერთი ჩვენს მიმართ აღარ არის მოვალე რომ დაგვეხმაროს. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვეუბნებით, ჩვენ არ გვაქვს შენი იმედი. ასე რომ ამ გამოსახულებებს ნუ შეიტანთ. არის ჩემი მეგობრული რჩევა იქნება თუ როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ. არ არის ეს კარგი ოჯახისთვის. არამედ ოჯახი უნდა იყოს ნაკურთხი, დალოცვილი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ესე იგი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ყველა ქრისტიანმა თავისი სახლი აკურთხოს და ნაკურთხ დალოცვილ სახლში უნდა ცხოვრობდეს. სხვათა შორის სახლის კურთხევა მარტო მაშინ კი არ ხდება, როცა მღვდელი შედის და აკურთხებს. აი მაგალითად წმინდა მამა პაისი ათონელი ასე ამბობს, რომ როდესაც მანდილოსანი სახლს ალაგებს, საჭმელს აკეთებს თუ სხვა და ამ დროს ლოცულობს გულში. ეს ნიშნავს, რომ სახლი იკურთხება ამ დროს. როდესაც ადამიანი საჭმელს აკეთებს, მაგალითად აი მამა ვიტალი სიდორენკო დიდი მოძღვარი ასე ამბობდა, როდესაც ადამიანი საკვებს ამზადებს და ამ დროს ლოცულობს, ეს საკვები განიწმინდება და ვინც ამ საჭმელს შეჭამს, მერე იმაზეც მოქმედებს ეს ლოცა კურთხევა. ასე რომ აი მე გისურვებთ, რომ ადლიერებით შეხვედროდეთ ამ ახალ 2025 წელს. თავშეკავებით შეხვედროდეთ კიდე. თავშეკავება რატო? რომ ამ ახალი წლის ორომტრიაში ჩვენი სულიერი თუ მატერიალური თუ ფიზიკური ძალები არ დაიხარჯოს და ქრისტეშობას ხელწარიელი არ შევხვდეთ, ესე იგი. ჯობია ყველაფერი ადამიანმა ქრისტეშობისთვის გადაინახოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როგორც წმინდა ივანე, როგორც წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ჩვენ ვიცით ქრისტეშობას რას დღესასწაულობთ. ჩვენ დღესასწაულობთ, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, სამყაროს მხსნელი მოევლინა, იმისათვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ და ახალ წელში კიდე რა არისო სადღესასწაულო. ესო როგორცო გაუჭრელი ნესვიო, ისეო, რომ გაჭრიო შიგნით რა იქნება, კაცმა არ იცის. ეხლა წარმოიდგინეთ 2025 წელი, ვისთვის როგორი იქნება, ზოგისთვის ასეთი, ზოგისთვის ისეთი. ამიტომ წინასწარ რას დღესასწაულო. მაგრამ წინასწარ ლოცვით უნდა შეხვდე, რომ ღმერთო, შენ გვაკურთხე, რომ ეს 2025 წელი ჩვენი სულიერად წარმატებისა იყოს, ჩვენი შენთან დაახლოებისა იყოს, ჩვენი ერთმანეთისადმი მიტევებისა იყოს, გაერთიანებისა იყოს, ჩვენი სამშობლოსი როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად გაერთიანებისა იყოს, ადამიანების ერთსულოვნებისა იყოს. აი ეს უნდა ვთხოვოთ ჩვენ. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ეფრემ არიზონელი, ჩვენო პრობლემები როდესაც გვაქვსო, კი არ უნდა ვინერიულოთ ამ პრობლემებზე ვიფიქროთ, არამედ უნდა ვილოცოთ. და მე გისურვებთ, რომ ლოცვით შევხედროდეთ ამ ახალ 2025 წელს.
ცოტა სიტყვა კი გამიგრძელდა ეს მონოლოგი არც მე არ მიყვარს ხოლმე და ამიტომაც თქვენ ჩაგზავთ ხოლმე საუბარში და მე აქეთ თქვენ გეკითხებით ხოლმე რაღაცებს, მაგრამ რა ვქო, დღეს ესე მოხდა. ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგითანოთ, ახლაც და კიდე სხვა მრავალი და ბედნიერი ახალი წელი მოგმართლო. თუმცა ახალ წელთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არსებობს ძველი კალენდარი, იულიუსის კალენდარი, რომლის ერთგულით დარჩა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რომელი კალენდარიც ამბობს, რომ 1 იანვარი დგება მაშინ, როდესაც იქნება 14 იანვარი. ანუ ძველი სტილით, იმ იულიუსის კალენდრით 1 იანვარი დგება მაშინ, როდესაც ჩვენთან 14 იანვარია ახალი სტილით. ქრისტეშობაც, ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 7 იანვარს არის ქრისტეშობა, სინამდვილეში ეს 7 იანვარი ნიშნავს 25 დეკემბერს ძველი სტილით. ისე რომ ჩვენს გულებში დაბადებული იყოს უფალი შემოძვირფასებული, ჩვენ 4 იანვარს შევხვდებით საღამოს 9 საათზე. დღევანდელი დღისთვის კი კვლავ შენდობას გთხოვთ, იმიტომ რომ ავადმყოფის ზიარებას არ ეღალატებოდა. არც თქვენ არ გეღალატებათ, თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, მაგრამ ავადმყოფის ზიარება ისეთი რამეა, რომ ამის გადადება არაფრით არ შეიძლება. აბა კარგად ბრძანდებოდეთ, გახარებულები.